ხშირად კითხულობენ ხოლმე როგორ შეიძლება ვიცნო არის თუ არა დაზიანებული პლანეტა, არის თუ არა დაზიანებული სახლი და რეალურად დაზიანებული არის თუ არა სახლი ან პლანეტა კონკრეტული მარტივი არის. ანუ დაზიანების პოვნა თვითონ ძალიან მარტივი არის. ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაში, რამდენად არის დაზიანებული, ანუ რამდენად ძლიერია დაზიანება. იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანის რუკა, რომელსაც პლანეტა ეყოლება დაუზიანებელი სრულიად ერთი ნეგატივის გარეშე და არ არსებობს სახლი ნებისმიერი ადამიანის რუკაში, სადაც არ იქნება დაზიანება. გამორიცხულია ესეთ რამე, ყველა პლანეტა, ყველა სახლი ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც დონეზე დაზიანებული. თავარი არის რა დონეზე არის დაზიანებული, ანუ დაზიანების ინტენსიურობა, ესე ვთქვათ, არის თავარი, რაც უფრო მეტად არის დაზიანებული, რაც უფრო მაღალია დაზიანების, ესე ვთქვათ, დონე, მით უფრო მეტად არის პრობლემატური. მაგალითად, შეიძლება იყოს აი მდებარეობის მიხედვით დაზიანებას, რასაც ვეძახით, ხო? ვენერა მორიელში დაზიანებულია, იმიტომ რომ ვენერასთვის ეს მდებარეობა არის სუსტი. მაგრამ შეიძლება ვენერა იყოს სასტორში და იყოს უკიდურესად დაზიანებული. ანუ დაზიანება არის იმდენი ფაქტორისგან შედგება, რომ ასე ერთი დახედვით ვერანაირად ვერ განსაზღვრავთ. ანუ შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ არის დაზიანებული, იმიტომ რომ ვენერა მორიელში ავტომატურად უკვე დაზიანებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცით რამდენად დაზიანებულია. ჩვენ ვერ დავთვლით რამდენად დაზიანებულია. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვნახოთ არის თუ არა დაზიანებული. რაც უფრო მეტი მაგალითად ვენერას დგას მორიელში და უფრო მეტი ნეგატიური ასპექტები აქვს, მით უმეტეს თუ ნეგატიური ასპექტები აქვს ნათობების მხრივ, იუპიტერის მხრიდან, ავიპლანეტების მხრიდან, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში, ანუ რაც უფრო მეტია დაზიანება, ასპექტების მხრიდანაც, მდებარეობის მხრიდან, უფრო მეტად დაზიანებული არის პლანეტა. როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ სახლს, იქ უფრო რთული არის შეფასება, იმიტომ რომ როდესაც პლანეტას ვაფასებთ, ფასდება მხოლოდ ეს პლანეტა, როდესაც სახლს ვაფასებთ, ფასდება მისი მმართველი, თანამმართველი, ჩართული ნიშნის მმართველი, ობიექტები, რომლებიც ამ სახლში დგანან. ანუ ძალიან ბევრი პლანეტა არის ცალ-ცალკე შესაფასებელი და შეესაკრები ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები. ამიტომაც სახლის შეფასება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კონკრეტული პლანეტის შეფასება თუნდაც. ამიტომაც ესე ზედაპირულად ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აი ესე მოკლედ რო ვთქვათ, ასპექტები, რაც უფრო მეტი ავი პლანეტა დგას სახლში, რაც უფრო მეტი ნეგატიური ასპექტები შემოდის სახლთან მიმართებაში, მით უფრო მეტად დაზიანებული არის სახლი. ჩვენ ვითვლით არა დაზიანებას, არამედ დაზიანების სიხშირეს, დაზიანების დონეს, რამდენად დაზიანებულია.